მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება TVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენს გადაცემაში ვისაუბრებთ გრანდალას შესახებ, რომელიც არის ქართული ენის შემსწავლელი ონლაინ პლატფორმა და გათვლილი არის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებზე და ჩვენი სტუმრები იქნებიან გრანდალას მოხალისეები ანუშიკა აროთიუნიანი და ნურაი მუსტაფაევა და ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. მოგესალმებით ანუშიკა, ნურაი, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ სტუდიაში და დაინტერესდით ჩვენი გადაცემით. მოგესალმებით. მოგესალმებით. მოდით მე პირდაპირ თქვენს გამოცდილებაზე საუბრი დავიწყებ. გამიზიარეთ თუ როგორ გაიგეთ, შეიტყვეთ გრანდალას შესახებ, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ გავხდარიყავით მისი მოხალისე და რა საქმიანობთ გრანდალაში, რა მიმართულებით მუშაობთ და ასევე რა უნარები შეიძინეთ ამ დროის განმავლობაში. მოდით ნურაი, თქვენ გაგვიზიარეთ პირველად თქვენი გამოცდილება. მოგესალმებით, მე ვარ ნურაი მუსტაფაევა, ბონისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან. ახლახანს ჩავერთე გრანდალას მოხალისეობრივ საქმიანობაში და ჩვენი მოხალისეობრივი პროცესი დაიწყებს იანვრის თვიდან. გრანდალას მოხალისედ შემოგვიერთდი, რადგან მინდა წვლილი შევიდანოთ ჩვენი საზოგადოების განვითარებაში. მე როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, მიმაჩნია, რომ ენის ბარიერის გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანია. მე გრანდალას მოხალისეობრივ პროექტში ვიქნები მოხალისე მთარგმნელი. ტექსტებს, ქართულენოვან ტექსტებს გადავთარგმნი აზერბაიჯანულ ენაზე. და მთარგმნელობითი საქმიანობა შესაძლებლობას მაძლევს დავეხმარო ადამიანებს ქართული ენის უფრო გაგებასა და სწავლაში. ეს გამოცდილება რა მხოლოდ სხვებისთვის სასარგებლო იქნება, არამედ მე თვითონაც განვითარებასა და ახალი უნარების შეძენაში დამეხმარება. პლატფორმის მისია და მიზნები ძალიან ახლოსაა ჩემს ფასეულებებთან. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ასეთი სასარგებლო ინიციატივის ნაწილი ვიქნები. ძალიან დიდი მადლობა ნურაი, ძალიან საინტერესო იყო. და ანუშიკა, თქვენც რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილების შესახებ თუ შეიძლება. დიახ. მოგესალმებით, მე გახლავართ ანუშიკა აროთიუნიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ორჭიდან. ამ წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, ტრენინგებში ვარ რამდენიმე ორგანიზაციის მოხალისე. ამჟამად ვარ მოხალისე ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმის გრანდალას. გრანდალა არის ონლაინ სკოლა, რომელიც ეხმარება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს მარტივად იპოვონ ქართული ენის მასწავლებელი და სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში შეისწავლონ ქართული ენა. როცა ვნახე ვაკანსია მოხალისის შერჩევის შესახებ, ვიფიქრე, რომ განაცხადი გამაკეთებინა. გრანდალას იდეა ძალიან დამაინტერესა, რადგან ეს არის სკოლა, რომელიც ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს, რომ შეისწავლონ ქართული ენა. მე როგორც გრანდალას მოხალისე ვთარგმნი ტექსტებს, კონტენტს სომხურ ენაზე და ვეხმარები გრანდალას იმაში, რომ მაქსიმალურად სომხურმა თემმა თავის ენაზე მიიღოს გრანდალას შესახებ ინფორმაცია, რადგან ბევრმა არ იცის ქართული ენა. გრანდალაზე მუშაობა მასალა რამდენად დიდი ძალა აქვს თანადგომას და განათლებას. გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს ერთი მცირე დახმარება. ასევე ვისწავლე, როგორ ვიმუშაო გუნდში და როგორ გავხდე უფრო ეფექტური, თავდაჯერებული და მზარმატებული. ანუშიკა, მადლობა. მე როგორც ვიცი, თქვენ გრანდალას დაარსების დღიდან ხართ მოხალისე და ხარს უჭერთ ხომ ამ პლატფორმას და დიდი ხანი არ არის, რაც გრანდალა დაარსდა, მაგრამ მაინტერესებს თქვენი დაკვირვებით, რა წვლილი შეიტანა უკვე თემის განვითარებაში და როგორ განვითარდა თვითონაც ეს პლატფორმა თანდათანობით. დიახ. გრანდალაში მიღებულმა გამოცდილებამ არა მარტო პროფესიულად გამზარდა, არამედ პიროვნულადაც. მივხვდი, რომ პატარა ნაბიჯებითაც შეიძლება დიდ მიზანს მივაღწიოთ. ასევე ვისწავლე ახალი უნარები, გავიუმჯობესე კომუნიკაციისა და ორგანიზაციის უნარები, გავხდი უფრო პასუხისმგებლიანი და წარმატებული. მქონდა შესაძლებლობა ყოფილიყავი განსხვავებულ გარემოში, გამესწრო საინტერესო ადამიანები და მენახა ცხოვრებას სხვა კუთხით. კი ბატონო და ნურაი ანუშიკა, მაინტერესებს თუ არის თქვენს მოხალისეობრივ საქმიანობაში რაიმე გამოწვევებიც, ხომ? რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ახსენეთ უკვე მრავალჯერ, ძალიან ბევრი სარგებელი მაქვს მოხალისეობრივ საქმიანობას და ამას გარდა თუ კი ხვდებით გამოწვევებსაც.
ჩემი აზრით, ჩვენი გამოძიებები ის იქნება, რომ ბევრ ადამიანს არ იქნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს და დაიინტერესდეს გრანდალას პროგრამით. ანუ ბევრ ადგილას არ იქნება გავრცელებული ეს ინფორმაცია და ჩვენ შეგვიძლიათ, რომ უფრო ბევრ ადგილას გავავრცელოთ ინფორმაციები და დავაინტერესოთ ადამიანები. აი პოპულარიზაციაზე ვსაუბრობდით ახლა და ძალიან საინტერესოა თქვენ როგორ გეგმავთ, ან უკვე როგორ უწყობთ ხელს გრანდალას პოპულარიზაციას საკუთარ თემში და თქვენს თემში და ასევე მოხალისეობის პოპულარიზაციას ზოგადადაც, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვფიქრობ საქართველოში არც ისე დაფასებული არ არის მოხალისეობა, საკმარისად დაფასებული არ არის ყოველი შემთხვევისთვის ჩემი გადმოსახედი და მაინტერესებს თქვენ როგორ უწყობთ ხელს იმას, რომ მეტი ახალგაზრდა და მეტი ადამიანი გახდეს მოხალისე. გრანდალას პროგრამაში მოხალისე მთარგმნელად რომ დავიწყებ მოხალისეობას, ვეცდები, რომ უფრო მეტი ტექსტი გადავთარგმნო და გავავრცელო აზერბაიჯანულ ენოვან თემზე, რადგან ვფიქრობ, რომ თუ მათ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია, მით უფრო მეტად იქნებიან დაინტერესებულნი. და ჩემს მეგობრებსაც ვილაპარაკებ, რა არის მოხალისეობა, როგორი კარგი საქმიანობა არის და მათსაც დავაინტერესებ მოხალისეობის საქმიანობაში ჩართულობას. მე ასევე სხვადასხვა პროექტებშიც ვარ მოხალისე, მაგალითად Helping Hands მოხალისე ვარ. ჩემს თემში ვაკეთებ სხვადასხვა პროექტებს და მაგ დროს ასევე ჩემი თანადოლები მეხმარებიან, რომ გავაკეთო გამახორციელო ჩვენი აქტივობა. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვუთხრა, რომ მოხალისეობა ეს არის ახალი უნარების განვითარების და ცოდნის გამყარების გზა და ვირჩევ სხვა ადამიანებსაც, ახალგაზრდებსაც, რომ აუცილებლად დაესწრონ მოხალისეობრივ აქტივობებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ მოხალისეობრივ საქმიანობაში. დიდი მადლობა. და ბოლოსკენ მოდით ვისაუბროთ კიდევ ერთხელ მოხალისეობის შესახებ. რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ მოხალისე და რა შესაძლებლობები მოგცათ იმან, რომ ხართ მოხალისე? პირადად ჩემთვის მოხალისეობა არის ის გზა, რომ გამოვავლინო ჩემი უნარები, გავეზიარო სხვებს დახმარება. ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ მოქმედო საქმიანობა, არამედ ცხოვრების სტილი, რომელიც მაძლევს ძალას და мотивაციას. ჩემთვის მოხალისეობა ნიშნავს არა მხოლოდ სხვების დახმარებას, არამედ ჩემს განვითარებასაც. ეს არის ის, რაც მავსებს და მიზნებს მაძლევს. მეც დავამატებ მაშინ მოხალისეობაზე. ჩემთვის მოხალისეობა წარმოადგენს შესაძლებლობას დავეხმაროთ სხვებს, განვითარდეთ პიროვნულად და შევცვალოთ საზოგადოება უწესობისკენ. ეს არის საშუალება მივიღოთ ახალი გამოცდილება, ვისწავლოთ ახალი უნარების შესახებ, გავაღრმავოთ საკუთარი თავი, უნარები და გავხდეთ უფრო პასუხისმგებლიანი. ჩემი აზრით, მოხალისეობა შესაძლებლობას მოგცემს გავხდეთ უფრო აქტიურები, უფრო პასუხისმგებლიანი საზოგადოების მიმართ და შევცვალოთ ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ. ძალიან დიდი მადლობა. ნურაიანაშიკ, მადლობაც გიხდით, რომ დაგვითმეთ დრო და დავუთმეთ დრო ჩვენს მსმენელს. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან საუბარი და გისურვებთ წარმატებებს თქვენ და ასევე გრანდალას. მადლობა დიდი თქვენ, რომ მოგვეცით მასეთი შესაძლებლობა. უღრმესი მადლობა. მადლობას ვუხდით ჩვენს მსმენელსაც, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში ახალი სტუმრებითა და ახალი თემებით. დროებით.